როდესაც ხელოვნური განაყოფიერება არ იძლევა შედეგს, ჩნდება კითხვა, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. სწორედ ასე დროს განიხილება დონორი კვერცხუჯრედის და სუროგატი დედის ჩართულობა. დონორი კვერცხუჯრედი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალს აღარ აქვს საკმარისი ან ხარისხიანი კვერცხუჯრედები. ამის მიზეზი შესაძლებელი არის იყოს ასაკი, განსაკუთრებით 40 წლის ზევით, ჰორმონალური პრობლემები, გენეტიკური დარღვევები ან მენოპაუზის დასაწყისი. ასეთ შემთხვევაში ვიღებთ ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალის კვერცხუჯრედებს, ვანაყოფიერებთ პარტნიორის ან მეუღლის სპერმით და მიღებული ემბრიონი გადაგვაქვს ქალის საშვილოსნოში. სუროგატი დედა კი აუცილებელი არის იმ შემთხვევაში, როდესაც ქალი ფიზიკურად ვერ ახერხებს ნაყოფის მოცლად დარებას. მაგალითად, მას არ აქვს საშვილოსნო ან ორსულობა მის ჯანმრთელობას უქმნის სერიოზულ საფრთხეს, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის მძიმე ქრონიკული დაავადება, ორსულობის ხშირი შეწყვეტა ან სხვა სერიოზული რისკი. ამ შემთხვევაში ემბრიონი, რომელიც შექმნილია წყვილის ან დონორთა გენეტიკური მასალით, თავსდება სუროგატი დედის საშვილოსნოში. დღეს მედიცინა გვაძლევს საშუალებას, რომ გამოსავალი ვიპოვოთ მაშინაც, როდესაც ბუნებრივი გზები არ მუშაობს და ეს პროცესი რეგულირდება როგორც სამედიცინო, ისევე იურიდიული თვალსაზრისით.